გასკდაო მისი სხეული დღემდე არის თუ არა მართლა ის სუნი რასაც ამბობენ. არ ვიცი, მე არ ყოფილ ვარ, მე ის სუნი არ შემიგზნია და ამბობენ გამიგია ხო და მე არ ვიცი. ამიტომ მტკიცებულების ფორმით ვერ ვიტყვი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გასკდა, შეხედეთ თქვენ თუ გაინტერესებთ, ნახეთ მაშინ როგორია პარიზი, თუ ეს აინტერესებს ადამიანს, უნდა კითხოს იმას, ვინც პარიზშია ნამყოფი. ან ვინც პარიზის შესახებ რამე იცის ინფორმაციები კახა. იუდა რო გასკდა იქ რასუნი ახლა მე არ ვიცი. მაგრამ ნახე რა მინდა რომ გიპასუხო. თავარი შვილო ის კი არ არის. იუდა გასკდა თუ არა? არა როგორ ინფორმაციას რო ღებულობ განაცუდია, მაგრამ თავარი ის კი არა იუდა გასკდა თუ არ გასკდა. ან რო გასკდა დღესაც არის სუნი თუ გადაიარებს სუნმა. თავარი არ არის. თავარი არის რომ იუდა თვითონ იუდა გამყიდველის ასოციაცია როდის არის იუდა ადამიანი კაცის სახელია მოციქული იყო იუდა ერთ-ერთი იუდა მოციქული არის პლუს 12 მოციქულთა შორის არის იუდა კიდე პლუს მეორე იუდაც არის მაგრამ ის მოღალატე კი არ ყოფილა მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ იუდა ისკარიოტელი გამყიდველი გახდა სახელი იუდა ასოცირდება გამყიდველთან თუ არა თვითონ კაცის სახელია ჩვეულებრივი სახელია თავარი ის კი არ არის გასკდა თუ არა თავარი ის კი არ არის სუნი არის თუ არა ხალხ დღეს იმ ადგილზე თავარი ისაა რომ თავად ჩვენ ცხოვრების მომენტებში არ გადავიცეთ იუდად ჩვენ არ ჩავიდინოთ ეგეთი ქმედება რომ ჩვენი мама გამზრდელი ჩვენი მოძღვარი იქნება თუ რა ვიცი ვისი შვილიც ვარ ჩვენ და ვინაც გვასწავლა ვინაც ფეხზე დაგვაყენა იმას არ დაუწყოთ ის არ გავყიდოთ აი თავარია ეს ჩვენ არ დაგვემართოს ეს შემთხვევა რო არის 12 მოციქულთა შორის ერთი რო არის გამყიდველი ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ მომავალმა თაობა ვისწავლოთ და ვიყოთ ფრთხილად რომ 12-დან ერთი ხო იყო გამყიდველი და ქრისტესთან იყო გამყიდველი ერთი შეიძლება ახლა ჩვენთან 5-დან იყოს ერთი და ის 5-დან ერთი შეიძლება მეთვად ამიფაროს რომელიმე ჩვენგანია ამიტომ უნდა ვიფიქროთ პირველ იმაზე რომ ცხოვრებაში მაგ ხაფანგს რომელსაც თავად ეშმაკი ყველა ჩვენთაგანს უწყობს და უგებს მაგ ხაფანგში არ აღმოჩნდეთ და მაგ ხაფანგიდან თავის დახსევა ხდება ზეციური ძალების დახმარებით ღმერთის დახმარებით სულიწმირის დახმარებით მის გარეშე ადამიანმა რომ შეძლოს ეშმაკის ხაფანგებისგან თავის დახსევა არის შეუძლებელი. ადამიანის შესაძლებლობაში რო იყოს შემოგელა რომ ადამიანს ზალუს, ანუ ზალა შეწევს ეშმაკის ხაფანგებს თავი დაახსოვს, მაშინ ქრისტეს განხორციელება და ჯვარსმა კი არ გახდებოდა საჭირო. რადგან ქრისტე განხორციელდა და ჯვარს ეცვა და მერე მკვეთრი დაღდგა. ეს გააკეთა იმიტომ რომ ჩვენ ძალებს ადამიანის ძალებს აღემატება რომ ჩვენ მოახდინოთ თვითცხონება ანუ თვითონ რო ცხონდეთ გადავრჩეთ იმიტომ მოვიდა ღმერთი ჩვენთან და ჯვარზე მოგდა და მერე დაღდგა მოგცა საშუალება ცხონების ამიტომ ჩვენ აქ უნდა ვიფიქროთ აქ უნდა იყოს ჩვენი გონება მე მომწონს ესეთი გამონათქვამი გელა ჩემო კარგო ვეთანხმები ადამიანის სიბრძნე პასუხებზე მეტად ჩანს რა სახის კითხვებს სვამს ის და რატო გეუნები ახლა აი მე ჩემი რჩევაა და თხოვნაა მამაშვილური და რჩევაა შვილო ძალიან სიყვარულით რა თქმა უნდა შენი გონება მიმართე იქით რომ ეძებო სულიერება და არა ვთქვათ სუნი იყო თუ არა იყედებს ეს უკვე ხორციელი რაღაცეებია უფრო სულიერება უნდა ეძებო ყველგან ადამიანი რასაც ეძებს იმას პოულობს და სულიერებას თუ ეძებ იპოვი სულიერებას გამიგეთ ხო და ხორციელებას რო ეძებ მხოლოდ ხორციელებას იპოვი და შეიძლება რაღაცები არ მოეწოდოს ადამიანის სულს მადლობა ამ კითხვისთვის შემოგელა